როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? ჩემი აზრით სიცოცხლის შემდეგ, რეინკარნაციის ასე თუ ისე მჯერა. და ჩემი აზრით 50-50-ია, რომ შეიძლება თავიდან დაიბადო ისევ. ასე ვფიქრობ. სული დაიბადო სხვა სხეულში თუ როგორ? დაახლოებით ეგრე კი, მაგრამ ჩემი აზრით რა ვიცი, როგორ გითხრათ. და რელიგიურ მოსაზრებაზე სამოთხესთან და ჯოჯოხეთთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ჩემი აზრით არსებობს რა თქმა უნდა, ღმერთისაც მწყავს და ასე თუ ისე ხო, მაგრამ ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. კი. რომლისკენ უფრო იხრებით? რელიგიური მოსაზრებისკენ თუ მეცნიერულისკენ? რელიგიური, რა თქმა უნდა. სიცოცხლის შემდეგ რა ხდება? სიცოცხლის შემდეგ ყოველი ადამიანი წარდგება უფლის წინაშე და იქ განიკითხება. რა გააკეთა, სიკეთე გააკეთა თუ სიავე გააკეთა და აიწონება და იმის შემდეგ ერთნი მიდიან ჯოჯოხეთში და მეორე კიდე სამოთხეში. როგორია სამოთხე და როგორია ჯოჯოხეთი? პავლე მოციქული ამბობს, რომ პავლე მოციქულმა ნახა აიყვანა უფალმა მესამეცას და ნახა სამოთხე და თქვა, რომ ამას ენით ვერ გადმოცემ, თვალით ვერ დაინახავ. ესა სამოთხე. ჯოჯოხეთი კიდე ღმერთმა დაგვიფაროს, არის საშინელება ისიც ნახეს წმინდა მამებმა, რომლებაც ეს მერე ჩვენ გადმოგცეს და ისიც ძალიან დიდი საშინელებაა, რომ ადამიანმა წარმოიგინოს რა არის რეალურად ჯოჯოხეთი, მაშინ ის არასდროს სოდვას არ ჩაიდენს. მაგრამ რადგან არ ვიცით, მხოლოდ გადმოცემით ვიცით და ისიც წარმოდგენა არ აქვს სრული, ამიტომ ადამიანი ბედავს და ჩადის სოდვას. როგორ ფიქრობთ, სიცოცხლის შემდეგ რა ხდება? გაგრძელება სიცოცხლის. და როგორია იქეთ გაგრძელება სიცოცხლის? ძალიან კარგი, იმიტომ რომ აქ არავინ აღარ ბრუნდება უკან. იქიდან წასული. ალბათ იქ ძალიან კაია. მატერია თუ აი როგორი წარმოგიდგენიათ იქეთ? არა, ალბათ ჩვეულებრივი სიცოცხლეა, მე ვფიქრობ. ალბათ. ვერ გეტყვი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე ესე მიმაჩნია, რახან იქიდან უკან არავინ არ ბრუნდება. ესე იგი ძალიან კაია. მე მაგათაც დარწმუნებული რომ არსებობს მეორე სიცოცხლე. გაგრძელება უпроსორად ამ სიცოცხლეს. არსებობს რამდენიმე განზომილება, რომელსაც აქვს ყველას თავისი კანონები და ახლა იქ რა ხდება, ამას კაი დიდი ხანი უნდა. ასე რომ ვერ აგეხსნით, მაგრამ არსებობს სხვა განზომილება, რომელშიც სხვა ფორმაა ცხოვრების ვინმე მაგ არის. ჩემი აზრით არაფერი. ანუ ადამიანი უბრალოდ კვდება და მორჩა ყველაფერი? ხო, სავარაუდოდ. ეხლა ისე ვფიქრობ. თქვენი აზრით რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? სიცოცხლის შემდეგ ბევრი თეორიები არსებობს, გააჩნია მეცნიერულია თვალით შეხედავთ თუ რელიგიური თვალით. რელიგიური თვალით ან სამოთხეში მოხდებით, ან ჯოჯოხეთში. მეცნიერული თვალით უბრალოდ წყდება ყველაფერი და სიცარიელია, მეტი არაფერი. ეს ვიცი კი, თქვენ რომელს ფიქრობთ? მე ქრისტიანი ვარ, ამიტომ ჯერა სამოთხეს და ჯოჯოხეთის. მე იმედი მაქვს, რომ კიდე გრძელდება სიცოცხლე და მაქვს იმედი, რომ ნახავ ჩემ მშობლებს, საყვარელ მეუღლეს. ყველა ახლობელს ვინც ასული. როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? არ ვიცი. ჩემი აზრით არაფერი. ანუ მე პროსტა არ ვიცი. თქვენ? და როგორ გონიათ? არავინ არ ვიცით რა ხდება, ეს ლოგიკურია, მაგრამ თქვენ როგორი მოსაზრება გაქვთ? აი, სანამ დაიბადები, აი იგივე ალბათ. ესე იგი სამოთხის და ჯოჯოხეთის არ გჯერათ? არა. მე სამოთხის მჯერა, ჩემი აზრით ღმერთთან დაახლოებული თუ ხარ, ღმერთის გადასაწყვეტიასაც მოხდები, მაგრამ დაახლოებული თუ ხარ სამოთხეში სავარაუდოდ მოხდები, მაგრამ მე არავინ არ იცის. მხოლოდ სამოთხის გჯერათ? ჯოჯოხეთის, მაგრამ მაგ ყველაფერს ღმერთი ირჩევს. ესე იგი რელიგიურ მოსაზრებას ემხრობით? კი. თქვენ მეცნიერულს? როგორ? თქვენ მეცნიერულ მოსაზრებას, რომ სიცოცხლის შემდეგ არაფერი არ ხდება. ხო. ველდება ალბათ, ესე იგი სულის უკტავება ხდება. ეს არის სული ადამიანის
ორგანიზმი ხო სულისაგან და ჩვეულებრივი ხორცისაგან შედგება და ხორცი ხდება, ანუ უბრალოდ მიწათ იქცევა და სული კი რჩება. სად მიდის სული? მერთან თუ იმსახურებს ამას, თუ არა და მაშინ არ ვიცი, ალბათ სად, რა ვიცი. ჯოჯოხეთში. არ ვიცით, ალბათ ეგ არავინ არ იცის. ანუ თვითონ დიდი ალბათ თვითონ მეცნიერების ინტერესში დიდად არ შედის ეგ ახლა ფიზიკის სახელით ვიტყვი, მაგრამ დიდად არ აინტერესებს მეცნიერებს ეგ რა ხდება სიცოცხლის შემდეგ, მაგრამ მაგას ვერ ვიტყვით ალბათ. ვერც დარწმუნებით ვიტყვით, რომ ვიცით და ვერც დარწმუნებით ვიტყვით, რომ არ ვიცით. რელიგიურ მოსაზრებას სამოთხესთან და ჯოჯოხეთთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? არ განვიხილავ მე და პირადად ჩემ ინტერესში არ შედის და არ ვაქცევ ყურადღებას.